გაჯობებს მამას ტურბოზავრებს ყველას უშველია ვინც ითხოვს მას დახმარებას თუ მის გვერდით ხარ მას არი დარდო თუ ცუდი რამ შეგეთქვა უნდა დაუძახო ტურბოზავრებო წინ Razingassi turbo savrebo Quella gachi turbo savrebo Shevsteltav gadasavles Squeltanetan mamaqla daidzaxe Turbo savrebo tsi Turbo zavrebi უკვე ადგომის დროა? ჩვენ ქალაქში მივდივართ, ჩვენთან ერთად წამოხვალთ? მე წამოვალ ქალაქში. იქ არასდროს არ ყოფილ ვარ. ამბობენ ძალიან საინტერესოა. არ შეიძლება ტრაკ. შენ ვერ წახვალ ქალაქში, ძალიან დიდი ხარ. დიდი ხარ და დიდკბილა. იდეა მაქვს. შეუძლებელი არაფერია. ტრაკ შეუძლია დინოზავრების მუზეუმის ექსპონატად მოაჩვენოს ხალხს თავი და ჩვენთან ერთად წამოვიდეს. ვაშა, ექსპონატი ვიქნები. Oh. Ara. How? იქნებ სანამ ქალაქამდე ჩავალ ტრაკმა თვითონ იაროს. ტრაქს არ სალია. სამუზეუმო ექსპონატის როლის რეპეტიციას გადის განაგრძე? იქნება ასე, ვითომ მივრბივარ. არა, არ გამოვა. მეტყველი თვალები არ გაქვს. ეს სულ სხვა საქმეა. წავედით. აი, ეს ავტოსამრეცხაოა, თუ არავინ არ იქნება წყალსაც დავლებთ. ცხელა, ახლა ცივწყალს დავლებდი. მეღიტინება. კარგია, ოღონდ ბევრი კაფეა. მარჯვნივ გაიხედეთ, თქვენ წინ სასურსათო მაღაზია, მარცხნივ გაიხედეთ, თქვენ წინ ფოსტაა. ეს კი შუქნიშანია. ფოსტა. შუქნიშანი. გმადლობთ მეგობრებო, უთქვენოდ ამ ქალაქს ვერ ვნახავდი. გაჩუმდი. აქ ახალსახს აშენებენ დღეს კვირაა და არავინ არ არის, მაგრამ აინც არ წავალთ, ეს სახიფათოა. სამუზეუმო ექსპონატი. ხელით არ შეეხოთ. მას რა, ღიტინის ეშინია? მე არაფერს არ მეშინია. აი! აპუა! მაპატიეთ, შემთხვევით მომივიდა. რა უმსგავსობა? მოლაპარაკე ექსპონატები ადამიანებს თავს ესხმიან. იჩივლებთ, ოღონდ ამოსვლაში დამეხმარეთ. ანკი, გთხოვ, დაეხმარე.
კაბინაში არავინ არ არის. ამწე კი მოძრაობს. რაღაც მოხდა. ახლა ამწე ჩამოვარდება. ამას არ დავუშვებთ. ანკი, გაუჭი დაიჭირე. თორ, საყრდენები დააყენე. ტრაკ, არ მისცე საშუალება რომ ჩამოვარდეს. ზერ, თვირცადევნე თვალი, ტურბოზავრებო წინ. ფრთხილად, ტრაკ! გმადლობ რომ გამაფრთხილე. ტურბოზავრებო, სამთვლაზე ერთად. 1, 2, 3. კარგად იმუშავეთ, ტურბოზავრებო. სახლში წასვლის დროა. ისევ მომწყურდა. იქნება ავტოსამრეცხაოზე შევიაროთ. მეხიტინება. მეშასე. შოკოლადის, მარწყვის, ვანილის. ზერ, მარტო შენთვის ბევრი ხომ არ იქნება ამდენი ნაყინი? არა, და საერთოდ პატარა ულოფებია. კარგი, დამითანხმე. გექნება ნაყინი. სულაც არ არის პატარა ულუფები. ყელი რომ აქტივდეს. არაფერიც არ ამკივდება. ამ ქვეყნად ყველაზე ჯანმრთელი პტერადაქტილი ვარ. კარგი, ჩვენ ნაყინის მოსატანად წავალთ. აქ დაგველოდე. თორემ ვინ იცის, შეიძლება ადამიანებმა შეამჩნიონ. რომ დრონს ნაყინი უყვარს? კარგი, თანახმა ვარ. აქ დაგელოდებით. ოღონდ იჩქარეთ. ბანანის ნაყინის წამომიღეთ. ეს რა ხდება? თუ გახდება, შენი ბრალი იქნება. კარგი რა, ნელა შეჭამს და არ გაცივდება. მოიცადე, სად არის? ზერ! სტრესი მაქვს. ახლა ხან დავინახე, რომ ნაპირის ნაწილი მდინარეში ჩავარდა. ტობიკი გადავარჩინე. გემირული საქციელი ჩავიდინე. ხომ არ გვატყუებ? რატომ უნდა მოგატყუოთ? სოფლიოში ყველაზე მართალი პტერადაქტილი ვარ. გამომყევით, ყველაფერს გაჩვენებთ. რა საშინელება? ამის ასე დატოვება არ შეიძლება. ხო, მაგრამ რა გავაკეთოთ? ფერდობი გავასწოროთ და გავამაგროთ. აი, სპეციალური ეკო-ბლოკები არსებობს ნაპირების გასამაგრებლად. შეგვიძლია ჩვენი პრინტერით დავბეჭდოთ. ხომ ასე, ზერ? რთული ამოცანა, მაგრამ შეუძლებელი არაფერია. ბეჭა, პრობლემა გვაქვს. ნაპირს კი გავამაგრებთ, მაგრამ აქ ხომ მცენარეებია. ბლოკებს თუ დავდებთ, დაიღუპებიან. ესე იგი, სხვაგან უნდა გადავრგათ. და სანაპიროს რომ გავამაგრებთ, შესანიშნავი ადგილი გამოვა გასეირნებისთვის. არაჩვეულებრივი გეგმაა, ბედია. ბლოკებს დავბეჭდავთ, მე კი ადგილამდე მივიტან. შენ მცენარეებს გადარგავ. თორი ფერდობს გაასწორებს, ანკი კი მას გაამაგრებს. ტრაკ, შენ ბლოკებს ჩემზე დატვირთავ. ტურბოზავრებო, წინ! კიდევ შემოღობაა საჭირო, აი, ასე. ტრაკ შენ აქ დარჩები. ბაზაა დასამალი. ისევ გამოვტოვებ ყველაზე საინტერესოს.
კიდევ ერთია. ხო, ახლავე. დო, ყველა მცენარე გადაარჩინეთ? არი ნერვიულო, თორ ყველაფერი კარგადაა. მაშინ დავიწყოთ. ანკი გაასწორე? კიდევ გაასწორე? აი, ისევ მიწევს ყველაზე მეტი მუშაობა. ყველაზე მეტი. რა სილამაზეა. არა ბულ. კარგად ვიმუშავეთ. მე მგონი ყველამ დავიმსახურეთ ჯილდო. მე მგონი ვიცი, რას მოითხოვს. მე მგონი მეც ვიცი. რა უნდა იყოს იმაზე სასიამოვნო ვიდრე აი აქ სანაპიროზე ჯდომა და დაისიც თკბობა. ჰა, აი ასე უყურებ ამ სილამაზეს. ჭამნახინს და ასეთი სასაცილო რა ვთქვი? მე ხომ სილამაზეზე ვზრუნავ. გამარჯობა, საით გაგიწევიათ? ლაშქრობაში მივდივართ ნამდვილი ტურისტებივით. სადილისთვის დაგელოდებით, ტურისტებო. ლაშქრობა ძალიან მაგარია, მაგრამ დღეს წვიმა გამოაცხადეს. ჩვენ კარავი გვაქვს, წყალგაუმტარი. კიდევ შორია? კარავი მძიმეა, დავიღალე. მოითმინე. ნამდვილმა ტურისტებმა შეიძლება ერთი კვირა ატარონ კარავი. წვიმაც იწყება. კატამ ხო გაგვაფრთხილა. კარგი. აქ დავდგათ კარავი. მაგარია. ნამდვილი ლაშქრობა. ნეტავ როგორ არიან ჩემი ტურისტები? ალბათ დასველდნენ. ხრმა, ჩვენ კი ცურო არ ვიცით. სახლში მინდა. სადილის დროა. შვიდად? საჭმელი აქ მოვძებნოთ. კუნძულზე. სადილის დროა ბიჭები კი ჯერ არ დაბრუნებულან. უკვე ნერვიულობ. წადით წამოიყვანეთ. თქვენ ხომ ჩვენი ტყე ძალიან კარგად იცით. რა თქმა უნდა დეიდენორა, ახლავე. და ღვეზელები წაუღეთ, იქნებ მოშივდეთ. თქვენ თვითონაც მიირთვით. მადლობთ, მალე დაუბრუნდებით. სადილისთვისაც არ მოვიდნენ. მოკლედ უნდა ვიპოვოთ. ზერ შენი იმედი გვაქვს. სამძებრო პტერადაქტილი გაზაფრენად მზად არის. რომ საჭმელს უნდა წამოგვეღო. არანი და კომპასი წამოვიღე. კომპას ვერ შეჭამ, მე კი მშია. რთული ამოცანაა. რთული ამოცანაა, მაგრამ შეუძლებელი არაფერია. შეხედეთ. ეს არის კუნძული. ორია და ფედია აქ არიან. გარშემო წყალია. აქ კი ტბა არის. ჩვენ გავთხრით არხს, საიდანაც წყალი ტბაში გადავა. კარგად ნახეთ? სტიქიური უბედურება, წყალდიდობა. ტურისტები მატერიქს არიან მოწყვეტილები. შვიდად ზერ, უკვე ყველაფერი მოვიფიქრეთ. ახლა ბორესა და ფედიას გადარჩენის ოპერაციას დავიწყებთ. მანამდე კი დაზარალებულებს ეს ღვეზელები წაუღეთ. ეხლა დეიდას ღვეზელებს შევჭამდი. არხის გათხრას ტბიდან დავიწყებთ, ანკი. წაქცეული ხე მოაშორე, ხელს შეგვიშლის. ბულ თორ, არხი გათხარეთ. ზერ, შენ ზევიდან ყველაფერს ხედავ. მიმართულება გვიკარნახე. ჩემი მიმართულებით გათხარეთ.
პირდაპირ დასავლეთ ჩრდილო-აღმოსავლეთით. ტურბოზავრებო წინ! მიწის ქვეშ რაღაც მაგარია. შესაძლოა ქვა არის. უნდა ამოვიღოთ. შემოვლითი გზის გათხრას ბევრი დრო დასჭირდება. ტრაკ, შენი დახმარება გვჭირდება. ბულს დაეხმარე. ოჩახ, ტრაკ, შენ ბორიამ და ფედიამ არ უნდა დაგინახონ. აქ მარტო მოვიწყენ. მე დავრჩები შენთან. ნახო წყალი როგორ წამოვა. ვიშველეთ! აქ ვართ! გადაგვარჩინეთ, გთხოვთ! ძალიან გთხოვთ! ამიტომ მაშველები გამოვიძახეთ. გმადლობთ. მაშველები ასე სწრაფად რატომ წავიდნენ? ჩვენ თვითონ უნდა ვატაროთ ზურგჩანთების სახლამდე. ახლა ავტოპილოტით აღჭურვილი სამაშველო ტაქსი მოვა. შემდეგ კი მაშველები მოვიდნენ და გადაგვარჩინეს. ვერტმფრენიდან ხვეზელებიც კი ჩამოგვიგდეს. თითქმის ისეთივე გემრიელიყო, როგორებიც შენ გაქვს, დეიდანორა. ბავშვებო, გთხოვთ სტეპან პეტროვიჩთან გაიქეცით და გკითხეთ, დახმარება ხომ არ სჭირდება. დილიდან რაღაცას ხერხავს, რაღაცას აჭედებს. კარგი ბებია, ვკითხავთ. ოი, რას აკეთებთ? ძველ გამოუსადეგარ ფარდულს ვშლი. ცოტა გადამრჩა. თუ გინდა დაგეხმარებით. გმადლობთ. ფიცრების მილაგებაში დამეხმარეთ. ესეც ასე. მის ადგილას ყვავილების დარგვა შეიძლება. მართლა, ახლა რაღაცას გაჩვენებთ. ეს პატარა სახლია. ხის სახლი ჩიტებისთვის. რა მაგარია? ამის გაკეთება და ხეზე დამაგრება კარგი საქმეა. ჩიტებს გადარჩენაში ეხმარება. საოცარია. მერე კი ადამიანებს მხოლოდ ჩიტების დანახვა კი არა, მათი გალობაც აბედნიერებს. რა საინტერესოა? თქვენმა ბებიამ რომ ჩაის დასალევად დამპატიჟა. კარგი, ფიცრებს მერე მივალაგებ. ამას კი თქვენ გჩუქნით, სადაც გინდათ იქ დაკიდეთ. დიდი მადლობა. სტეპან პეტროვიჩ, არ ინარვეულოთ, ფიცრებს ჩვენ თვითონ მივალაგებთ. მოდი ტურბოზავრებს ვაჩვენოთ. ფიცრებს რა ვუყოთ? დაუბრუნდებით და მივალაგებთ საღამომდე ბევრი დრო გვაქვს. საფოსტო ყუთი. ეს სახლია. სახლი ჩიტებისთვის? შესანიშნავი სახლია. მეც ხომ თითქმის ჩიტი ვარ. მეც მინდა სახლი. მოდი მართლა ავუშენოთ ძერს სახლი. შესანიშნავი იდეაა. რისგან ავაშენოთ? რატომღაც აქ აგურებს ვერ ვხედავ? აგურებს ვერ დაგბერდებით. აი ფიცრები კი გვაქვს. ოღონ უნდა წამოვიღოთ. სტეპან პეტროვიჩის სახლთან დევს. ტურბოზავრებო, წინ.
კარგი კადრი გააფუჭე. მე გავაფუჭე კადრი. გააფუჭე? მე ვთქვი გოლომაზე მეთქი. ფარდულის ადგილას სტეპან პეტროვიჩს ყვავილების დარგვა უნდოდა. ეს ადვილია. მაგარია. დო, არ მიმატოვო. ბოლომდე ასე ვიაროთ. თურბოზავრებო, წინ! ტრაქ ცოტა ფრთხილად. შენ ხომ მეკობრისთვის აშენებ სახლს. ასეთ სახლებს ჩიტებს იმიტომ უშენებენ, რომ თავიანთი სიმღერით ყველა გააბედნიერონა. მე ისედაც ვაბედნიერებ ყველას, მაგრამ სიმღერა ჯერ არ მიცდია. ზერ, შეწყვიტე. რა იყო? საერთოდ არ მოგეწონა ბულ? ჯობია გუგუ დაიძახო, გუგულივით. ამისთვის სიმღერის ნიჭი საჭირო არ არის. გუგუ. ბავშვებო, რა ყოჩაღები ხართ? გუგუ. საოცარია. ზუსტად 3 საათია. რა ჭკვიანი გუგულია. მე ორ შევჭამდი, არ გამიჭირდებოდა. მე 3-ს. არა, 3 ანანასი არ ჩაგეტევა. დიდხანს შევჭამ. მაგალითად 1 კვირა. სამწუხაროდ მხოლოდ 1 ცალი გვქონდა, ძალიან გემრიელი იყო. რა? გემრიელი? მხოლოდ 1? ანანასი, ბებიამ გვიყიდა. ასეთი ბოსტნეული ან ხილი. ნამდვილი ანანასი ბალახოვანი მცენარეა. ინტერნეტში ასე წერია, მე თვითონ წავიკითხე. მეც მინდა ბალახოვანი მცენარე. მეც მინდა. ყველას გვინდა. ანანასი აღარ არის. სად არის? შევჭამეთ. ასეც ვიცოდი. იდეა მაქვს. ანანასის წვერი დარჩა. შეგვიძლია დავრგათ და ახალი ანანასი გაიზრდება. წვერი? სად არის? მოდით სასწრაფოდ დავრგათ. ჩვენთან ანანასი არ გაიზრდება, სათანადო პირობები სჭირდება. უნდა შევუქმნათ. სითბო სჭირდება და ბევრი წყალი. ორანჟერიას ავაშენებთ. ეს მეფე ლეოპოლდ მეორის სასახლის ორანჟერეა. შეგვიძლია ასეთი ავაშენოთ. ეს ხომ ნამდვილი სასახლეა. მერე რა? რით ვართ ლეოპოლდზე უარესები? სკულპტურებიც უნდა დავდგათ. ტრაქს დავაყენებთ მორზე. ის იქნება სკულპტურა. გეყოფა სისულელეები, სკულპტურები არ გჭირდება. სასახლის თანამედროვე მასალით ავაგებთ. ლითონის მილები დაგჭირდება. მინა? სად უნდა ვიშოვოთ? სოფლის ბოლოში ცოტა ხნის წინ ახალი სახლი ააშენეს და მთელი გროვა სამშენებლო ნაგავი დარჩა. მართალია, ბებია ჭხობობდა, როდის გაიტანენო ამ ყველაფერს ნაგავსაყრელზე. ჩვენ გავიტან და ანანასიც გაიზრდება. ტურბოზავრებო, წინ!
საინტერესოა. მე ვიტყოდი, რომ ძალიან საინტერესოა. ტრაკ, კარკასი მოამზადე. თორ, მიწა მოთხარე და ტრანშია გათხარე ტბისკენ. ტრაკი მაშინ მილებს ჩადებს, მოსარწყავად დაგჭირდება. ტურბოზავრებო წინ! მარჯვნივ, მარცხნივ, მარჯვნივ. ასე. კარგია. მეც მინდა დაგეხმაროთ. შენ სამეთაურო პუნქტი იქნები. მარჯვნივ, ასე სწორია. უფრო მაღლა აგწიე? ჰო. ტრაკ, ახლა ეს რკალები მიწაში ღრმად უნდა ჩაარჯო, გესმის? თორ, ტრანშია გათხარე ტბისკენ. მცენარეებს წყალი სჭირდებათ. კარგია. თითქმის ისეთივე გამოვიდა. ვაშა, ეს შევძელით ყოჩაღები ვართ. დაწვერი? როდის უნდა ჩავრგათ? დღესო ჩავრგავთ. ანანასი როდის იქნება მზად? ხვალ არა? არა ზერ, მოგიწევს მოითმინო. კარგი, მზად ვარ. მოვწყავ, მოუვლი და მოვითმენ. ვიღაცის ნაბიჯების ხმა მესმის დავიმალოთ. ეს რა არის? საიდან გაჩნდა ასეთი სილამაზე? ჩვენ თვითონ არ ვიცით, როცა მოვედით აქ და გვხვდა, ალბათ არავისი არ არის. კარგია, რომ არავისი არ არის. ხედავ ანანასებს ზრდით. მე კი პომიდორის ჩითილებს მოვიტან. ბევრი ადგილია. ახლა პომიდორების მორწყვაც მომიწევს. ნეტავ, ანანასი ვით გემრიელია? გახმოვანებულია სამაუწყებლო კომპანია რუსთავი ორის მიერ.